მარჯობა. მოხარული ვარ, მოვწადეთ. როგორ და როდის იწყება თქვენი დილა? თბილისში როდესაც ავარ, იწყება დაახლოებით 9:30-ზე. 10-ზე გვიწყება სამსახური, ხოლო როცა აგარაკზე ვარ კოტორანტკარში, იქ დილის 7 საათიდან სილამაზეა ესეთი და სუფთა ჰაერი, ძაღლებს გამოვშვებ ხოლმე, საჭმელს ვაჭმევ და ვერთობი. მე მოვდივარ სამსახურში. დილის ყავა თუ დილის ჩაი? ზოგჯერ ყავა, ზოგჯერ ჩაი, მაგრამ უფრო ხშირად ჩაი. მაგრამ ყავასაც ვეტანები. მაინც ექიმი რომ ვარ, დაძაბული სამსახური მაქვს, სიღლები და ამიტომ 12 საათზე აუცილებლად მივირთმევ ხოლმე თურქულ ყავას. მოგწადეთ ჩემთან სამზარეულოში. რა არის თქვენი საუზმე? ბუტერბროდები, მოხარშული კვერცხი, დილოს ერთი ცალი, იმიტომ რომ ჩვენი ქათმები ვყავს და აბსოლუტურად ჩვენი კვერცხია მთელ სამეზობლოს ურიგებთ იმდენი ქათამი ვყავს. მელია რომ ალბათ ეს ქათმის ყვარული გვაქვს, იმიტომ რომ ჩემი ძმაც გაგიჟებულია ქათმებზე. ხეთებს ამზადებ? სტუდენტობიდან ვამზადებდი, მე მოსკოვში სწავლობდი და საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდი და დედაჩემი მიგზავნიდა რეცეპტებს, ხარშოს ვაკეთებდი, ყომს ვაკეთებდი, ელარსაც ვაკეთებ, მაგრამ ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე ასაკში შევედი და რაღაცა ძალიან მივლიან ჩემები. როგორ იყო დილა ბავშვობაში? ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ძალიან ბედნიერი. ესე სიმართლე რომ გითხრა, დედიკოს ბიჭი ვიყავი. პირველი 8 კლასი ზუგდიდში ვსწავლობდი. ბავშვობიდან მე მინდოდა რომ ყოფილიყავი ექიმი მე-5 კლასიდან და დედამ გადმომიყვანა თავის მამიდასთან ჭონქაძის ქუჩაზე, იმიტომ რომ მამზადებდნენ იმ საგნებში, რომელიც სამედიცინოზე ბარდებოდა. არასოდეს არ მიფიქრია სხვა პროფესიაზე, მარტო მინდოდა ექიმობა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი, ეს დედის დამსახურება. დედა ამბობდა, ჩემი ლამაზი ექიმი ბიჭი, ჩემი ლამაზი ექიმი ბიჭი. სულ ბავშვი რომ იყავი, მე სურათებს რომ უყურებ გასხედავ და სილამაზე ჩემში, მაგრამ დედის გული ხომ იცით და შემოყვარა ეს ექიმობა. რაზე ვერ ამბობ თუ არ? ქუჩის ხორცი. აუცილებლად მეგობრებთან დროის გატარებაზე თუ ამის საშუალება, მაგრამ მე არასოდეს როზე არ მომსულვარ არც დაბადების დღეზე, არც ქორწილში. ყველა დამცინოდა და ხუმრობდნენ, აი გასვენებები ხომ მიყოლწინეთ, რამხელა კოლონა მიყვებოდა. სულ მაგვიანდებოდა და ბოლოს მივსდებდი ამ პროცესს. იმიტომ რომ მაშინ როცა აი უნდა გავსულიყავი კლინიკიდან, შემოიყვანდნენ მძიმე ალანტულს. ეხლა მე გუნდი მყავს თლიანად, რომელიც უჩემოდ ჩვენივრად აგვარებს ყველაფერს. მაშინ მე ვიყავი მარტო და მე ვიყავი ეს ძალა. თავისუფლად დროს სად გაატარებდი? ეხლა ამ ასაკში მხოლოდ კოტორანტკარში, ჩემ ბაღში. ჩემ ძაღლებთან ერთად, ჩემ ქათმებთან ერთად ალპური ჯიშის თხები მყავს. საოცრება ურთიერთობა ამ ფრინველებთან, ცხოველებთან და რაღაცა ეძალა ენერგიას და ამ დროს, როდესაც მაგათთან კონტაქტში ვარ, სულ ფიქრობ ავადმყოფებზე, სულ ფიქრობ კლინიკა როგორ წავწიო წინ, რა ახალი მეთოდები დავნერგოთ, რაღაცა ეს მაძლევს ძალიან დიდ მიყვარს მარტო ყოფნა. ჰობი თუ გაქვს? წინათ მიყვარდა ფეხბურთი. ამ ასაკში უკვე ჰობი არის ჩემ შვილიშვილთან თამაში და დროს ტარება და მაგასთან ურთიერთობა. ეს რომ მანიჭებს სიამოვნებას, ისეთი არაფერი არ მანიჭებს, იმიტომ რომ ეს ბავშვები ახლანდელი თაობის კომპიუტერული ტვინი აქვთ. წარმოგიდგენიათ, ეხლა სანდრო წელს წავიდა სკოლაში და როცა მინდა მობილურზე რაღაცის მოძებნა, სანდროს ვეძახი, სანდრო გამიკეთე თქო. ვის ნიჭზე იოცნებებდით? მუსიკალურ. აბსოლუტურად არა მაქვს მენა. მაგრამ ძალიან მინდოდა ბავშვობაში. აი მე მრცხვენია ეხლაც რომ გავიხსენო. მე-6 საშუალო სკოლაში ცხოვრობდი და გუნდი ჩამოყალიბდა რა. სიმღერის და შევედი და შემიკერეს
შავი პიჯაკი, ჩავიცვი ეს, მაგრამ სმენა არ მქონდა რას ვიდექი, მაგრამ რაღაცებს სწავლობდი და მოდის მასწავლებელი გაიხადეო ეს პიჯაკიო, სოლის უნდა მივცეთო იმას არ აქვს და არ მივეცი. ეხლა მწონია, მაგრამ ბავშვი ვიყავი რა. როგორ მუსიკას უსმენთ? აუ, ძალიან მიყვარს Beatles. ქართულიდან ნანი ბრეგვაძე, ლელა წურწუმია, გიჟდები ამაცე და მეგრული სიმღერები ძალიან მამშვიდებს. ბოლო დროს ამ მოხუცებულობაში მეგრულ სიმღერებზე გიჟდები. ერთი კონცერტი, ერთი ფილმი, ერთი წიგნი. წიგნი დათა თუთაშხია. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო ეს წიგნი ყოველთვის, როგორც ახალს ისე კითხულობ. შესაბამისად, ფილმიც დათა თუთაშხია, სულ განწყობაზე რომ ვარ, დათა თუთაშხიას უყურებ ხოლმე. აი სუხიშვილების კონცერტებზე სულ დავდიოდი, ყველას ვიცნობდი, მოცეკვავებს და ქალბატონი ნინო რამიშვილი პირადი პაციენტი არ იყო, მაგრამ ბატონი ილიკო სუხიშვილი ინფარქტით რომ იწვა ჩვენთან, მე დავინახე თუ რას ნიშნავს სიყვარული ამ ორ ადამიანს, ბუმბერას ადამიანს შორის. როდესაც ინგლისში უნდა წასულიყო ანსამბლი საკონცერტოდ, ბატონი ილიკოს დაემართა ინფარქტი, ილიკო ეუბნებოდა ბატონი წადი, როგორ რომ მე არავითარ შემთხვევაში არ წავალო და ქალბატონი ნინო დარჩა. რომელი წიგნის ან ფილმის გმირი იქნებოდით ერთი საათი? დათა ვიქნებოდი, მებრძოლი, კეთილი, გამარჯვებით. შეპყრობილი, ხალაც არ დაუშვებდი არავითარ შემთხვევაში. დილის ყავას ან დილის ჩაის, ვისთან ერთად წავედით? ჩემ შვილიშვილთან ერთად. მაგასთან ერთად ყოველთვის დიდ სიამოვნებას, დიდ მუხტს, ნიკას ბავშვობას მაგონებს. მაგრამ ასეთი თამამი არ იყო ნიკა, როგორც ეს არის. ახლანდელი ბავშვები სულ სხვა არის. ნიკა ყოველთვის დამჯერე იყო, ნიკა ყოველთვის ითვალისწინებდა რჩევას, მოგზალებული იყო, ნუ საოცარი ბავშვი იყო და ეს ყაჩაღი იყო. რომელი ნიკა პოლიტიკაში წახვიდოდით? პოლიტიკაში? არა, ყველა მთავრობა მთხოვდა კენჭი მეყარა პარლამენტის წევრობაზე და უარს ვამბობდი. ჩემი მთავარი მიზანი იყო მხოლოდ რომ ავადმყოფებს დახმარებოდი. მაგრამ ბოლო პერიოდში, როდესაც დავინახე, რომ ეს მთავრობა მიგვათრებს რუსეთისკენ და უკვე დამალულად კი არა, ცხადად აკეთებენ ამას. კონფერენციებზე ჩემ ექიმებს ვეუბნებოდი, ხალხმა უნდა გამოვიდე მეთქი და დიდი მიგაფონი მინდა რომ ვიყვირო ხალხო, მოდით ამ მთავრობას უთხრათ, რა შვებით მეთქი. და ნიკამ რომ დამირეკა ღამის 11 საათზე და მითხრა რომ მამა კენჭი უნდა იყარო, ჯერ გავოცდი, მაგრამ მე დავთანხმდი, იმიტომ რომ უკვე მომზადებული ვიყავი ამისთვის. და მიხარია დღეს რომ მერობის კანდიდატი ვარ ზუგდიდში, იმიტომ რომ ისე არ უნდა მომხდარიყავი, რომ არ მენახა ის სიყვარული, რაც მე ვნახე სამეგრელოში ზუგდიდში თვითონ და ზუგდიდის სოფლებში. არ იყო სოფელი, სადაც ჩემი ნამკურნალები ავადმყოფი არ იყო. საოცარი მიღებები მქონდა და ყველაზე მეტად რა მახარებდა ნიკას მამა, ნიკა მელიას მამა. ნიკა ხშირად გაკრიტიკებს? ადრე მაკრიტიკებდა, ეხლა არა. შენ ხარ ექიმი და პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთო. და ეხლა რომ მომეცა პოლიტიკური განცხადებების თქვენ საშუალება მომეშვა. ეხლა უკვე ვალდებული ვარ რომ გავაკრიტიკო, მაგრამ შეურაცხყოფას არასოდეს არ მივაყენებ არავის. ვისი აზრი არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? ჩემი მეუღლის ძალიან გასწონასწორებული ადამიანია. რომ იცოდეთ, ნიკაც ყველაზე მეტად დედას უჯერებს და დედას გავს. ძალიან ობიექტურია, ძალიან სამართლიანი და ძალიან მოსიყვარული. რა ძალავს სიყვარული? ой, სიყვარული ამ ქვეყანას გადაატრიალებს. სიყვარულის გამო ყველაფერი შეგიძლია. ეხლა მარტო სიყვარულის არ არის, რომ აი ქალსა და მამაკაცს შორის. სიყვარულია, როცა შენი პროფესია გიყვარს, როცა კაბინეტში შემოდის
ჩამქრალი თვალებით ავამტყოფი უმძიმესი და ამ ავამტყოფს როცა ჩაუნერგავ იმეც ხვალინდელი დღისას როდესაც წამოხდება სკამიდან ავამტყოფი და გადის და მლოცავს და მკოცნის ეს არის სიყვარული და ეს არის ძალიან ძლიერი შეგრძნება რაზე გეტირებათ ან რაზე გიტირიათ მეტირება ხშირად როდესაც გაჭირებულ ხალხს ხედა როცა შუმტარ დედას უყურებ და ის რომ მოთქვამს ამაზე გიждები და ვტირებ ეხლა ყველაფერი არის მაგრამ ახალგაზრდა ექიმი რომ მიყავი და ხოლო დაძელფანი დოპე კიდე ქონდა და კლოფელინი გეპარი მეტი არაფერი და ავამტყოფები ინფარქტით მიკვდებოდა ვტიროდი მეც ბევრი გაცვლება ნახეთ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ხალატი მაგრამ ყველაზე მძიმე ეს არის ხალატი ძალიან ახლო მეგობრს რომლისთვისაც სიცოცხლეს კი გავწირავდი და ყველაფერს ვაკეთებდი მაგრამ ხდება ასეთ რა გაბედნიერებთ რა არის ბედნიერება სხვისი ბედნიერება ახალ და ქორწინებულებს რომ უყურებ როგორ ენთება თვალები და როგორ ერთმანეთზე ექცევიან აი ჩემთვის ბედნიერება და ბედნიერება როცა მომავალ თაობა რომ იზრდება ძალიან თავისუფლები რომ არიან რა არის თავისუფლება თავისუფლება ის არის როდესაც შენი სამშობლო გიყვარს სული და გული და სამშობლოსთვის ყველაფერს აკეთებ და არ ახარ ჩარჩოში გამომწყდეული როდესაც რაც გინდა იმას იტყვი და სულში არ დაგზდებდეს უკან და არ უსმენდეს შენ ტელეფონს თქვენ ცხოვრებაში მამის სიკვდილი იყო სულ ახალგაზრდა ვიყავი ახალ დაქორწინებული როდესაც ვიგრძენე რომ მამა აბყავდა და საჭირო იყო შემართებით ცხოვრება მიზნების მიღწევა ეს იყო ყველაზე გარდამტეხი პერიოდი ჩემთვის ერთი გადაწყვეტილება რომელსაც შეცვლით ზუგდიდის მერი რომ გავხდები აუცილებლად შევცვლი იმ წყობილებას სადაც ფულის კეთების გარდა არაფერი არ კეთდება ეს უმამაზესი ქალაქი რომელსაც ბუნებრივი სილამაზია ხალხი იქ უნდა იყოს ძალიან ბედნიერი თანამშრომელი ხალხი არიან და ამიტომ მივდივარ რომ შევწირო მაგათ თავი და დავატყო ჩემი ხელი მე არაფერი სხვა არ გჭირდება არც ფული არც ქონება არც არაფერი რაც შეიძლება კაცმა თავის შრომით მიაღწიოს იმას მე ცხოვრებაში მივაღწიე 2005 წელს გავაკეთე კლინიკა ზუგდიდში რას ვიფიქრებდი რომ მე ოდესღაც ვიქნებოდი მერობის კანდიდატი მაგრამ ეს გაუკეთე ჩემ ზუგდიდს იმიტომ რომ ხედავდი რომ ზუგდიდიდან როგორი დანიშნულებით მოდიოდნენ პაციენტები რა გადააფასეთ გადავაფასე ცხოვრებაში რომ ყველას არ უნდა ენდო ძალიან ცივი გონებით უნდა გაანალიზო ყველაფერს არ უნდა გამოიტანო ნაჩქარევით დასკვნა ადამიანის მოქცევას. რაც არ გააკეთეთ არასდროს. არ უღალატ და არასოდეს აი ესეთ საქმეს არ გავაკეთებ რომ ჩემ შვილებს წინ დავხდებ. ვერაფერი ვერ მიპოვე 74 წლის ასაკში ამ მთავრობამ გარდა ასაკის. ამით მე ბედნიერი ვარ. ასაკი თქვენთვის მხოლოდ ციფრებია? დედაჩემი ამბობდა ცხონებული ყოველთვის სული არ ბერდებაო და მე ფიქრობდი ეს ქალი რას ლაპარაკობს ეხლა მივხვდით რომ სული არ ბერდება მაგრამ ფიზიკურად ბერდები ზოგჯერ როცა სარგეში ჩავიხედავ ეს კაცი ვინ არის მეთქი მაგრამ მგონია ისეთივე როგორც თბილისში რომ ჩამოვედი 15 წლის ასაკში ისეთივე სული არ ბერდება აბსოლუტურად ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა ციბოროტესაც სიკეთით უნდა უპასუხო არავით არ შემთხვევაში ბოროტებით არ უნდა უპასუხო და ამას მე ვითვალისწინებ და ეხლაც მახსოვს ყურებში მამა ჩემის ხმა ასე გავიზარდე მე და ჩემი ძმა ასე გავზარდე მე ჩემი შვილები როგორი არის იდეალური საქართველო თუ მთავრობა გაქვს მხედველობაში კოალიციური მთავრობა უნდა იყოს სხვადასხვა პარტიებიდან ნიჭიერი
შრომის მოყვარე და ერთგული ხალხი დაკომპლექტებული, რომელიც საქართველოს წინსვლაზე იფიქრებს. ახლო მომავალში უნდა გააკეთოს ის, რომ შექმნა სამუშაო ადგილები, აუცილებლად დააბრუნოს ემიგრანტები და ევროპის წევრი ქვეყანა უნდა იყოს, ნატოს წევრი ქვეყანა უნდა იყოს. მე ეხლა რა დამჩენია ამ ქვეყნად ცხოვრება, მაგრამ მე მინდა ჩემმა შვილებმა, თქვენმა შვილებმა, სხვისმა შვილებმა იცხოვრონ ბედნიერ საქართველოში. ჩვენ ამის რესურსები ძალიან დიდი გვაქვს. დიდი მადლობა, რომ ჩვენი ჯგუფის ყავით მასვიძელი იყავით. მადლობთ, დიდი მადლობა.